Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ზუგდიდში შესაძლოა განმეორებითი არჩევნები დაინიშნოს სოციალური ქსელით ირაკლი ალასანიას პრეს-ცენტრის განცხადება ვრცელდება, რომლის მიხედვით რაიონში გაყალბება მოხდა, ამიტომ ქართული ოცნება ოლქში არჩევნების თავიდან ჩატარებას მოითხოვს. ახლა ზუგდიდ ჩართავთ პირდაპირ ეთერში, საიდანაც გურამ როგავა მოგაწვდის ბოლო ინფორმაციას. გურამ, ხო არ გააკეთა ამ დროისთვის ალასანიას შტაბმა რაიმე განცხადება? Თამთა განცხადება ეს წუთია გააკეთდა, რამდენიმე წუთის წინ აქ ჟურნალისტებს წარუდგინეს ბიულეტენები, რომელზეც შემოხაზულია 5 ნომერი და სწორედ ეს არის დასტური, როგორც ოცნების ოფისში აცხადებენ, იმისა, რომ ხელისუფლებამ ზუგდიდში არჩევნების დროს ეგრეთ წოდებული კარუსელი დაატრიალა. ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენ ახლა გავესაუბრებით ირაკლი ალასანიას პრეს-სპიკერს ვაკო ავალიანს, რომელიც უფრო ვრცლად ისაუბრებს დარღვევების შესახებ, რომელიც დააფიქსირდა. ვაკო, კონკრეტულად რას ნიშნავს ის ბიულეტენები, რომელიც ახლა შენ ხელთ გაქვს? Რაზე მეტყველებს ეს ბიულეტენი, საიდან აღმოჩნდა ეს თქვენთან? პირველ რიგში ეს ნიშნავს იმას, რომ ზუგდიდში არჩევნები გაყალბდა და როლანდ ახალაია ცდილობს არჩევნები მოპაროს ირაკლი ალასანიას. ეს არის უეჭველი. აგერ არის ბიულეტენი, ყველგან არის შემოხაზული ნომერი 5. ეს ბიულეტენი მოგვაწოდა ერთ-ერთმა კეთილსინდისიერმა ზუგდიდოვმა, რომელსაც დავალებული ჰქონდა, რომ ჩაეყარათ ეს ბიულეტენები საარჩევნო ურნებში და სანაცვლოდ გამოეტანათ ცარიელი ბიულეტენები. ეს არის ტიპიური კლასიკური კარუსელი, რომლის დაატრიალებასაც ცდილობდა როლანდ ახალაია აქ და რომელიც არის აღმოჩენილი. სწორედ ამიტომ 59 უბანზე 111 უბნიდან არჯდება ბალანსი. ანუ რეალურად მიცემული ხმების რაოდენობა ზოგ შემთხვევაში არის მეტი ან ნაკლები ბიულეტენების რაოდენობაზე. ეს არის ის, რომ ნახევარზე მეტში უბნების არის არჩევნები გაყალბებული, შესაბამისად ჩვენ შეტანილი გვაქვს საარჩევნო საოლქო საარჩევნო კომისიაში, ჩვენ გავაგზავნებთ დავას, სამართლებრივ დავას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ჩვენ აუცილებლად მიმართავთ სასამართლოს, თუ კი ცენტრალური საარჩევნო კომისია არ დააკმაყოფილებს ამ საარჩევნებს, ზუგდიდში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. და როლანდ ახალაიას გუნდს და შტაბს უნდა ეყოს იმის ვაჟკაცობა, რომ აღიაროს ის, რომ ზუგდიდში არჩევნებში გაიმარჯვა ირაკლი ალასანიამ. ჩვენ მეც არაფერს არ მოვითხოვთ. ჩვენ მოვითხოვთ იმას, რომ ოფიციალურად გაფორმდეს ის, რომ ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოიგო. ეს არის გარდაუვალი ფაქტი და ჯობია, რომ როლანდ ახალაია შტაბში გააკეთეს შესაბამისი განცხადებები, რატომ ატარებდა არჩევნებს ზუგდიდის რაიონში, კუდი, რატომ პატრულირებდა აქ მისი შვილი ბაჩუ ახალაია და რატომ აკონტროლებდა არჩევნებს კომბინატის დასახლებაში მეგის კარდავა. ყველა ფაქტი არსებობს. ვიდეო მუშავდება და შესაბამისად მთელი საქართველო იხილავს რა არჩევნები ჩატარდა ზუგდიდის რაიონში. სწორედ ეს არის საინტერესო. დღეს სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ქართულმა ოცნებამ დღეს საღამოს უკვე სოციალური ქსელების გამოყენებით გაავრცელოს ვიდეო, სადაც კონკრეტული დარღვევები იქნება დაფიქსირებული. თუ აპირებთ მის გამოსვლას? დარღვევების შესახებ მგონი ეს ყველაზე ნათელი დადასტურებაა, თუ რა დარღვევებია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მოქალაქეებს აიძულებდნენ, რომ გამოეტანათ ცარიელი ბიულეტენები და შესულიყვნენ შემოხაზული 5-იანი ნომრით ბიულეტენებით. ანუ როლანდ ახალაიას მხარდამჭერებს, ასე ვთქვათ, აფიქსირებდნენ ასე როლანდ ახალაიას მიმართ მხარდაჭერას. ეს არის დარღვევა. ეს არის დანაშაული. ამაზე ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი და აუცილებლად აგებს პასუხს. დღეს ჩვენ ვესაუბრეთ ასევე ნაციონალური მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელს ლაშა დამენიას, რომელიც აცხადებს, რომ ეს არჩევნები არ იყო გაყალბებული და რეალურად როლანდ ახალაიამ მოიპოვა გამარჯვება იმ მიზეზით, რომ მას ჰქონდა ზუგდიდში ავტორიტეტი და ხალხი მას უფრო მეტად იცნობდა. შესაძლებელია თუ არა, რომ ამ არგუმენტის გამოყენებით, ასე ვთქვათ, ნაციონალურმა მოძრაობამ თქვას, რომ თქვენი პრეტენზიები არის უსაფუძვლო. ჩემგან ცოტა უხერხული იქნება გავაკეთო კომენტარი იმაზე, რამდენად ავტორიტეტულია როლანდ ახალაია ირაკლი ალასანიასთან მიმართებაში. როლანდ ახალაია ვინ არის, კარგად იცის საქართველოს, ირაკლი ალასანია ვინ არის და რა უკეთებია, კარგად იცის საქართველოს. შესაბამისად, ჩემგან რაიმე კომენტარი ზედმეტია ამ საკითხთან მიმართებაში. და ისე მეგის კარდავა იყო მისი შტაბის ხელმძღვანელი ოფიციალურად და ეს ფაქტობრივად რო ხელმძღვანელი იყო, რაგვარია დამენია, ამაჟე ბატონზეა საუბარი. ახლა მე შეგახსენებთ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომ სწორედ საარჩევნო შტაბს ნაციონალური მოძრაობისა სათავეში ჩაუდგა მეგის კარდავა. გუშინ მეგის კარდავა რამდენიმე ჟურნალისტმა, ადგილობრივი სააგენტოს ჟურნალისტმა შენიშნა კერძოდ კომბინატის დასახლებაში. მე როგორც ვიცი, არსებობს კადრები და ამის შესახებ გადაცემა კონსილიუმში ოდნავ მოგვიანებით იქნება საუბარი, სადაც ჩვენ რეგიონიდან ჩაგვერთვება ლაივ პრესის დირექტორი გერონტი ყალიჩავა. სხვა დანარჩენ დარღვევებთან დაკავშირებით კი ქართული ოცნება აპირებს კვლავ გამართოს საინფორმაციო შეხვედრები ჟურნალისტებთან და კონკრეტული დარღვევების შესახებ ვრცლად უამბოს და მიაწოდოს ინფორმაცია. გურამ, თავად როლანდ ახალაიას საარჩევნო შტაბი რამდენად კონტაქტური არის დღეს მედია საშუალებებთან?
არ ვიცი ახსოვს თუ არა მაყურებელს, მაგრამ ყოველი შეხვედრა ჩვენი მცდელობა რომ შევხვედროდით როლანდ ახალაიას სრულდებოდა ძალიან დიდი აგრესიით ჟურნალისტების მიმართ და თქვენ ალბათ გახსოვთ ის შეხვედრა, როცა მე ვცადე როლანდ ახალაიასთან გასაუბრება და მას ვკითხე აპირებდა თუ არა ის რომ დამჯდარ იყო ირაკლი ალასანიასთან დებატებში და მაშინ მან განაცხადა რომ ირაკლი ალასანია არ იყო მისი ოპონენტი და ხალხი იყო სწორედ მისი ოპონენტი. სწორედ მაშინ როლანდ ახალაიამ როცა არისურვა მან ჩემთან საუბარი მითხრა რომ 2 ოქტომბერს დამიბარებდა და ასე ვთქვათ მექნებოდა მასთან გასაუბრების საშუალება. მე დღეს შევახსენე ეს სიტყვები ნაციონალური მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელს ლაშა დამენიას და ვთხოვე ბატონ ლაშას რომ იქნებ დღეს როლანდ ახალაიას შეესრულებინა დაპირება და გაეცა პასუხი იმ შეკითხვებზე რომელიც დააგროვდა, თუმცა რა თქმა უნდა ეს პირობა ამ დრომდეც არ სრულდება. ასევე რაც შეეხება როლანდ ახალაიას პრესსამსახურს თამუნა შონიას, რომელიც ასევე გახლავთ საკრებულოს პრესსამსახური, ის დღეს საკმაოდ ირონიულად მოგვექცა, როცა ჩვენ მივედით იქ შტაბში და ზოგადად ჟურნალისტებთან კონტაქტი არ ისურვა და საკმაოდ ირონიული ფრაზებით მოგმართავდა ეს ადამიანი, რომელსაც პრინციპში სახელწოდება მის თანამდებობის არის პრესსამსახურის უფროსი და მისი მთავარი ამოცანა უნდა იყოს პრესასთან ურთიერთობა, თუმცა საპირისპიროს აკეთებს თამუნა შონია. ის გამუდმებით იმით არის დაკავებული რომ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენოს, რაც შეიძლება მეტი დაბრკოლება შეგვექმნას ჩვენ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან მისასვლელად და ასე შემდეგ ეს ფაქტები ზოგადად დაფიქსირდა ბევრჯერ და ამის შესახებ იცის მაყურებელმა. გმადლობთ გურამ, ეს იყო პირდაპირ ჩართვა ზუგდიდიდან.